მაგაზე რაღაცას მოგყვება. სრული სიმართლე არის გულწრფელად გეუბნებით საბა მიქალკოვის. ვინც ფლობს ავტოსალონს, თბილისი და სხვათა შორის საბას ავტომობილი იყო ანჯეშოვის. და მე გავიგე რაღაც არ იცვალა შესაძლებლობები, რომ აღნიშნული მანქანა ფერარი პლასტიკის სულ რაღაც 10 წუთით დავჭირეთ მანქანაზე და თქვენ წარმოგიდგენთ საუბრობთ იმაზე, რომ ავტომობილი იყო ჩემი. შემდეგ როდესაც ჩიმაევი ჩამოვიდა საქართველოში, ბიჭმა იცვალა რაღაცები, შეაგროვა, გააკეთა, რომ ავტომობილი ეჩუქებინა ჩიმაევისთვის თავის მეგობრებთან ერთად, აჩუქა ეს ავტომობილი და მანამ დაიწყო საუბარი, რომ თითქოს მე ვაჩუქა. ბოლოს ადგა საბა აღიზიანებული, გაბრაზებული ბიჭმა ამდენი იშრომა, ამდენი იცვალა და ყველაფერზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო პირობითად ვერ არის ხოლმე თქვენს რომ ახასიაო. მანქანა აჩუქა, ახამაჩუქაო და გამოვიდა და თქვა რომ ჩემს ბედს არ გამოგზავნე.